თარგმანება იმათეს სახარებისა ითავით. სიტყვა ესე, მაშინ ჰეროდე ვითარცა იხილა, რამე თუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად 2:16. არა განრისხება იჯერ იყო, არამედ უფრო ისად შეშინებայի და შეკდიმებայի და ცნობայի, ვითარმედ შეუძლებელთა საქმეთა ხელყოფაი არა უხმს, არამედ არა შეიკდიმა უკეთურმან მან, არცა შეიგონა. რამე თუ ოდეს ფიცხელი და უკურნებელი სული იპოვოს შეპყრობილი სენითა საეშმაკოითა, არარას შეიწყნარებს ღმრთისა მიერ მოცემულსა წამალსა. და აციხილე ურჩულო იგი ვით არ გარდახმატებს უკეთურებასათვისა და მკვლელობასა ზედა მკვლელობათა შესწინებს და უფსკრულად ჯოჯოხეთისა სულსათვის საშთახდის. რამე თუ სრულიად განცოფნა იგი ეშმაკისა მისგან რისხვისა და შურისა და არარას ხრიდებდა, არამედ ყოვლით ურთმბრძოლ ბუნებისა კაცთა ისა იქნა და რისხვისა მისთვის, რომელგან რისხნა მოგუთა მათთვის. შური იძია უბრალოთა მათზე და ჩშვილთა და ქმნა ჰურიასტანს საქმე უძვირესი ეგვიპტეს შინაპირვალ ქმნილისა მის, ვითარცა ესე რა აღმოვიკითხავთ. სახარებაი, რამე თუ წარავლინა და მოსწყვიდნა ყოველი ღრმები, რომელნი იყვნენ ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა, 2 წლითგანი და უდარესი, შამისა მისებრ, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან 2:16. თარგმანი, ამათ სიტყვათა განმარტებასა კეთილად ყური მოყავთ, რამე თუ მრავალნი მრავალსა ცუდად მეტყველებენ ღრმათა მათთვის და ზრახვენ, ვითარმედ უსამართლოდ ევნა მათ, და რომელნიმე უგონიერესადრე იკითხვენ, ხოლო სხვანი ფრიად უგუნურად და სიცოფით. აც უკვე რაითა მათი იგი სიცოფე განვაქაროთ და მათი უმეცრებაი ისმინეთ, რასაც ესე ვიტყვით წინამდებარისა ამის საქმისათვის. უკვე თუ მათ ცილობელ ამისთვის არიან მეტყველნი იგი ამაოთა სიტყვათანი, თუ რად მიშვებული იქნა მოწყვედა იგი ღრმათა მათ. აბრალებდნენ სადმე მოწყვედისა ამისთვის სამხედართა მათ, რომელნის ცვიდეს პეტრეს, რამე თუ ვითარცა ესე რა აქაღრმა იგი, უფალი ყოველთაი, ვერ პოა ურჩულომან ჰეროდე და ღრმები იგი ბეთლემისა იმოსწყვიდა, ეგრეთვე მაშინ. განხსნა რაი ანგელოზმან პეტრე ჯაჭვთაგან და განიყვანა. საპყრობილისაგან მსგავსმან მან ამის მძლავრისამან სახელითაცა და საქმითა, მოიძია რაი და ვერ პოვა იგი, მხედარნი, მცველნი მისნი, მის წილ მოსწყვიდნა. და რაი არსო ესე სიტყვაი. იტყვიან მეტყველნი იგი ესე არასაძიებელისა მის თარგმანებაი არს, არამედ უფრო ისად შეძინებაი სხვისაცა საძიებელისაი. ხოლო ესე მეცა უწყი, არამედ ამისთვის ყოველსა ესე ვითარსა შორის შემოვიღებ, რაითა ერთბამად ყოველივე განგიმარტო. აც უკვე რაიმე არს ამის ესე ვითარისა განმარტებაი, ანუ რაი ვთქვათ ამათ საქმეთათვის. მე ესრეთ ვიტყვი ვითარმედ არა ქრისტე იქნა მიზეზ მოწყვედისა მის ყრმათაისა, არამედ ურჩულოება იგი და უწყალოებაი ჰეროდესი, ვითარცა იგი არცამუნ პეტრე იქნა მიზეზ მოწყვედისა მის მცველთაისა, არამედ უგულისხმოება იგი ჰეროდესი. რამე თუ უკვე თუმცა ეპოვნა კედელი განხურეტილი ანუ კარი განღებული, აქ უნდა მცა ვიდრე მე სიტყვა იბრალობისა იმ მცველთა მიმართ და შესმენა იუდებებისაი. ხოლო ოდეს იგი ყოველივე პოვა წესსა ზედათვისა, კარნი კლიტურნი და ჯაჭვუნი ხელთა შინა მცველთასა. რამე თუ უმეტესისა კრძალულებისათვის მასთანა. შეკრული იყვნენ ორნი იგი მხედარნი, უკვე თუმცა იყო მისთანა ცნობა იგონიერი, რად არა თქვა, თუ საქმე ესე არა კაცობრივითა წესითა იქნა, არამედ ზეგარდამოითა ძალითა, რომლისა წინააღდგომაი შეუძლებელ არს. ამის ესე ვითარისაი ჯერ იყო თქუმად და თაყვანისცემად ღმრთისა, რომელმან ყვის საკვირველი მხოლომან. რამე თუ ესრე თქმნა ღმერთმა საქმე იგი საკვირველებით, რაითა ყოვლად არარაი აქუნდეს მძლავრს ამას სიტყვა იბრალობისა იმ მცველთა მათ მიმართ, არამედ უფრო ისად მოვიდეს სარწმუნოებად ღმრთისა. ხოლო უკვე თუ იპოვა იგი უმადლო და უგულისხმო და არა ინება კურნება ისენისათვის ისაი, რა იბრალობაი არს ამისგან ხელოვნისა მის მკურნალისა სულთაისა, რომელმან ყოველივე ქმნა საკურნებელად ბოროტისა მის წყლულებისა მისისა.
ეგრეთვე მოწყვედისა ამისთვის საყრმათა ისა ჯერ არს თქუმად, რა ისათვის განხრისხენ, ჰოი ჰეროდე, რა ჟამს იგი მოიკიცხე მოგუთა მათგან. არა გულისხმა ჰყავა, ვითარმედ შობა იგი საკვირველი ხო და შობილი იგი საკვირველთ მოქმედ. არა შენ მოუწოდე ამ მღვდელთ მოძღვართა და შეჰკრიბენ წიგნობარნიერისანი. და შემორაივიდოდეს იგინი შენ და არა შემოიყვანესა მათ თანაც წარმეტყველი სამსჯავროს ამას შენსა, რომელიც წინა ითვე ღაღადებდა ბეთლემ შობასა მეუფისასა. არა იხილეა, ვითარ ძველნი იგი ახალსა ამას ეწამებოდეს. არა გესმა, ვითარმედ ვარსკვლავ მანცა უქადაგა იგი აღმოსავალისათა. არა შეიგდიმეა მოსწრაფებისა მისგან ბარბაროსთა ისა. არა განგიკვირდა მათი იგი კადნიერებაი. არა განსცვიბრდია სიტყვათა მათგან წინა წარმეტყველისათა. ვითარ ამის ყოვლისაგან არა გულისხმა ჰყავ, ვითარმედ არა მოკიცხვა მოგუთა იყო საქმე იგი, არამედ განგებულება იზეგარდამოიდა საქმე ძალისა მის საღმრთო ისაი. ხოლო დაღაცა თუ მოიკიცხე მოგუთა მიერ, რა იბრალი არს ჩვილთა მათუ მანკოთაი. მეტყვიან უკვე მეძიებელნი იგი ამათ საქმეთანი ვითარმედ, ჰე, კეთილად თქვი ესე ყოველი და უსიტყველ ჰყავ ჰეროდე და მისი იგი მკვლელობაი გამოაჩინე, არამედ სიტყვა იგი, თუ რა ისათვის უბრალოთა მათ ესე ვითარი შეემთხვიე, ჯერეთ არა განგიმარტებიეს. რამე თუ დაღაცა თუ ჰეროდე ურჩულო იყო და უჯეროდ იქმოდა საქმეს ამას ბოროტსა, არამედ ღმერთმა რად მიურშუა. ამის ესე ვითარისა სიტყვისათვის იგი ვთქვათ, რომელსაც ამარადის ვიტყვი ეკლესიასა შინა და მნებავს, რაითა კეთილად უწყოდით სიტყვა იგი, რამე თუ კანონი არს დაწესებული, მომზავებელი ყოვლისავე ესე ვითარისა პირისათვის, და რაი არს კანონი და სიტყვა იგი. მრავალნი არიან მავნებელნი, ხოლო ვნებულ არცა ერთი. და რაითა არა ძნელ გიჩნდეს გულისხმის ყოფაი ამის სიტყვისაი, განგიმარტო ძალი მისი. მრავალნი არიან მავნებელნი, რომელიმე მოჰკლავს მეორესა, რომელიმე სტყვენავს, რომელიმე სცემს, რომელიმე დილეგსა შთააგდებს და სხვა სამრავალსა ესე ვითარსა იქმან კაცნი კაცთა მიმართ. რაც ესე მავნებელნი მრავალ არიან სოფელსა შინა, ხოლო ვნებული ამათგან არავინ არს. და ისმინეთ თუ ვითარ არავინ არს ვნებული, გინა თუ მოვიკლნეთ სხვათაგან, გინა თუ დავიტყვენეთ, გინა თუ ვიგუემნეთ, გინა თუ სხვაი რაიმე შეგვემთხვიოს, ანუ ცოდვათა აღსახოცელად შეგვირაცხის ღმერთმა ჭირი იგი და ვნებაი, ანუ სასკედლისა მომატყუებელად. და რაითა განცხადებულად რეგულისხმა ხოთ სიტყვაი ესე, შემოვიღოთ სახეცა ამის პირისაი, უკვე თუ იყოს მონაი ვინმე, რომელსა თანაედვას უფლისათვის ისაი საფასე ფრიადი, და დაესხნენ მას ვინმე ძვირის მოქმედნი და წარიტაცონ მცირედი რაიმე საფასე მისი, ხოლო უფალსა მისსა ძალედვას დაყენებაი მათი საქმისა მისგან და არა დააყენეს, არამედ მიუშვას წარტყვენვად მცირედი იგი საფასე მონისა იმის და მწუხარებისა მისთვის, რომელ შეემთხვია მას, მიუტეოს ყოველივე იგი თანანადები მრავალთა მათ საფასეთაი, რომელ თანაედვას უფლისა. თვისისაი და უმეტესი კადნიერებაი მისცეს წინაშე მისსა და საკუთრობასა დიდ საღირს ყოს, ევნომეა მონასა მას მავნებელთა მათგან, ანუ არა უფრო ისად დიდად სარგებელი ყოა. ჰე, ჭეშმარიტებით დიდად არგეს მას მავნებელთა მათ. რაც უკვე ჩვენცა ესე შეგვემთხვევის, უკვე თუ სხვათა მიერ მომავალნი განსაცდელნი მოვითმინეთ, და რაითა სცნათ, ვითარმედ რაიცა ჭირი ამას საწუთროსა შეგვემთხვიოს, ნაცვლად მისა, ანუ ცოდვათა შენდობასა ვპოვებთ, ანუ მიზეზ გვირგვინთა გვექმნების, უკვე თუ ცოდვანი არა გვაქუნდენ. ისმინეთ, რასა იტყვის პავლე კორინთელთა მიმართ მისთვის, რომელი იგი სიძვას ამას ბოროტსა შთავარდა, მიეცით ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ხორცითა, რაითა სული ცხონდესო. პირველი კორინთელთა მიმართ 5:5
ხოლო უკვე თუ ვინმე თქვას ვითარმეთ საძიებელი ჩვენი მათთვის არს რომელნი მოძღვართაგან სარგებელად სულისა განიცურთებიან კანონითა და შეურაცხებითა, არამედ არაი არს ამას შინად წინააღმდგომად, რამე თუ ჩვენ ამას ვისწრაფით გამოჩინებად. ვითარმედ არაი ვნებაი არს კაცისაი ხორციელთა განსაცდელთაგან, არამედ უფრო ისაც სარგებელი. ხოლო რაითა უმახლობელესცა საძიებელისა მაგის თქვენისა მოვიყვანო სიტყვაი ჩემი, მოიხსენეთ დავითისი, ოდეს იგი სემიე გამოვიდა ძვირისმეტყველად, სწევდა და ქვითა ესროდა დავითს და მტვერსა გარდაასხმიდა, და ერისთავთა მათენება მოკლა იმისი. რაი იგი ხრქუა მათ მეფემან, ვითარმეთ, აცადეთ, მგმობდეს და მწყევდეს, რაითა იხილოს უფალმან დამდაბლება ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ. მეორე მეფეთა 16, 11, 12 და კვალად ფსალმუნთა შინა იტყვის, იხილე რამე თუ მტერნი ჩემნი განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე, და შენ მომიტევენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შეადარე ფსალმუნი 24, 19, 18 და ლაზარე ამისთვის მიემთხვია განსვენებასა, რამე თუ მრავალნი ჭირნი შეემთხვინეს სოფელსა შინა უძლურებისა და გლახაკებისანი და მრავალნი წუნობანი და შეურაცხებანი მდიდრისა მისგან. ამისთვის ვიტყვი ვითარმეთ, არაი ევნების კაცსა მოწევნულთაგან მისზე და ჭირთა და შეურაცხებათა და განსაცდელთაგან უკვე თუ ახონად თავს ისხნეს იგინია, არამედ უფრო ისხა დიდად სარგებელი ყოფის, გინა თუ ღმრთისა მიერ მოივლინეს მისზე და განსაცდელნი, გინა თუ ეშმაკისა მიერ იტანჯებოდის და იგუემებოდის, ანუ თუ კაცთაგან ძვირი შეემთხვეოდის. თქვას უკვე მეტყველთაგან მან ვინმე, ვითარმეთ, კეთილ არს სიტყვა იგე კაცთათვის ასაკითა სრულთა, რომელნი მრავალთა ბრალთა თანამდებარიან, ხოლო რასა იტყვი ჩჩვილთა მათთვის, რომელნი პირველ ასაკისა უჟამოდ მოისრნეს. რომელნი ცოდვანი აქუნდეს მათ, რაითა მცა აღიხოცნეს იგინი განსაცდელისა მის მიერ მიწევნულისა? არამედ ამისთვის პირველ თქვ ვითარმეთ, უკვე თუ ცოდვანი არა აქუნდნენ, მომატყუებელ გვირგვინთა და სასუფეველისა ბჭეთა განმღებელად ექმნებიან მოწევნანი ჭირთა და განსაცდელთანი. რაი უკვე ევნო ღრმათა მათ, რომელნი მოისრნეს აქა და წარვიდეს მუნავთ საყუდელსა მას მყუდროსა. ვინ უწყისო თუ ვიეთნიმე მათგანი დიდმცა ქმნილიყვნეს სათნოებითა, უკვე თუმცა დაშთომილიყვნეს სოფელსა შინა. არამედ ესეცა არავე მცირე იყო, რომელ ქრისტესთვის მოსწყდეს და წამებისა გვირგვინი მიიღეს. და კვალად ამასცა გულისხმობ ყოფთ, ვითარმედ უკვე თუმცა იცოდა ღმერთმან თუ ცხონდნენ სოფელსა ამას შინა, დიდსა რასმე და უაღრესსა საზომსა მიწევნად იყვნეს, არამცა მიეშვა მოწყვედად მათ და, რამე თუ უკვე თუ ცოდვასა და ურჩულოებასა შინა მყოფთა იოდეს იცოდის. თუ მოგცევა დეგულების, სულ გრძელ ექმნების, არამცა უფრო ისად ყრმანი იგი დაიცვნა, უკვე თუმცა უაღრესისა რაისმე საზომისა მიმართ ეგულებოდა წარმართებად. არამედ იცოდა უფალმან, ვითარმედ არა ეპოების ყრმათა მათ ჟამი და საქმე უაღრეს ამისა, რომელ სახელისა და მიზეზისა მისისათვის მოსწყდეს. ამისთვისცა შეუნდო მოწევნად მათზე და მოწყვედა იგი და შეიწყნანა სავანეთა მათ ზეცისათა. ესე არიან სიტყვანი ჩვენ მიერ მოწყვედისა მისთვის ყრმათაისა და სხვისა ესე ვითარისათვის თქუმულნი, არამედ არა ყოველნივე ესე არიან, არამედ სხვანიცა არიან ამაცა ფრიად უღრმესნი, რომელნი იგი უწყნის დამბადებელმან და განგებელმან ცხოვრებისა ჩვენისამან ღმერთმან. მას უკვე მიუშვათ ცნობა ესე ვითართა საიდუმლოთაი და ჩვენ შემდგომისა მის. სიტყვათა ისა ვიდოდით და სხვათა ზედამოწევნულთა განსაცდელთაგან ვისწავლიდეთ თავსდებად მომავალთა ჭირთა, რამე თუ არა მცირე განსაცდელი მოიწია მაშინ ბეთლემსა ზედა. რაჟამს იგი წარიტაცებოდეს ყრმანი ძუძუთაგან დედათაისა და უმანკონი იგი უბრალოდ კლად მიიყვანებოდეს უწყალოთა მათ მტარვალთა მიერ. ვინიმე გამოსახო სიტყვითა ჯეროვნად საქმისა მის სიმწარე, გოდებისა იგი სიმრავლე,
ვაებისა იგი აღრეული ხმაი მამათა და დედათა და ყრმათაი. იგინი შვილთათვის ტყებასა იქ მოდიან, ესენი საწყალობელად სიკვდილად მიმავალნი ტიროდიან. ვითარ ვინ გამოსახოს კვალად მტარვალთა იგი მკვლელობის სახე, ვითარ მახვილითა ცუდილითა ჩჩვილთა მათსე და დგიან უწყალოდ მოწყვედად, ერთითა ხელითა ჩჩვილსა წიაღთაგან დედისათა გამოუღებენ და მეორითა მახვილი ცუდილი ეპყრის. ხოლო დედა იგი ხელითა ჩჩვილსა მას წიაღად თვისად მოიზიდავენ და ქედსა მიუპყრომ სიკვდილთ, რაითა არა იხილოს თვალითა თვისითა კვლავ იგი შვილისაი. ვითარ ვინ წარმოთქვას მამათა მათთა ვაებაი, უკანა ისკნელი იგი ნაშობთა თვისთა ამბორის ყოფაი, დედათა იგი გოდებაი, ბუნებისა იგი აღტკინებული ცეცხლი, ვითარ საწყალობელთა მათ ჩჩვილთა შეიტკბობდეს და წიაღთა შინათვისთა მოწყვედასა მათსა ხედვიდეს. ვითარ უბადრუკი იგი დედაი თითოეულისაი ძუძუსა მისცემ შვილსა და სისხლსა მას მისსა შეიწყნარებ წიაღსა მას, და მრავალგზის ფიცხელად ცემითა მახვილისაითა დედაიცა შვილისა თანა მოკლის მტარვალმან და ერთი მდინარე სისხლისაი დედისა და შვილისაი იქმნის. ხოლო ვინაითგან ესეცა იყო ურჩულოსა მას ჰეროდეს ბრძანებასა შინა, რაითა არა ახლად შობილნიოდენ, არამედ ორისაცა წლისანი მოისრნენ, უძვირესი ამისგან ნებაი და უმწარესი განსაცდელი გამოჩნდების, რამე თუ მრავალგზის ორთა შვილთა დედა ქმნილიყვნენ რომელნიმე, და ესე ვითარი არ მათზე და ჭირი, ორნი მტარვალნი ერთსაზე და წარდგომილიყვნენ დედასა, ერთი იგი უხუცესსა მას სიდავენ მოკლად, და მეორე იგი მწვარსა მას წიაღთაგან მისტაცევ. რაიმცა ყოვა მასზე და საწყალობელმან მან დედამან. ოდეს იგი ორთა მიმართ შვილთაგან ყოფილა რმბუნებაი და ორთაგანვე სახუმილი სასტიკი გულსა მისსა ეგზებინ, არა უწყინ რომელსა მებოროტთა მათ მტარვალთაგანსა მისდევდეს, რაჟამს ერთი იგი ერთკერძო და მეორე სხვადკერძო ზიდავენ ჩჩვილთა მათ მოწყვედად. ორთაივე ტირილი ესმინდა მახვილითა ორპირითა გული დაეკლვინ. რაიმცა ყო, ვის სამცახმასა თანა მიაყვანა თვისი იგი ვაებაი, რომლის სამცა სიკვდილსა ზედა ვაებდა. ეჰა საქმე უჯეროებისაი. ეჰა ბრძანებაი უწყალოებისაი. ჰოი მოსისხლეო და ურჩულო, რაი იყო ბრალი უმანკოთაი მათ, რაისათვის ძუძუს მწვარნი იგი, ვითარცა ავაზაკნი, მოსწყვიდენ. ვის ეძიებდი მოკლად? რომლისათვის ვარსკვლავ მან მოგუთა აუწყა, მას ეძიება. ჰოი უგუნურო და ცოფო. უკვე თუ ხელთა შინა მისთა არიან ცანი და ვარსკვლავნი და ესოდენ ძალუც, რომელ ვარსკვლავთა, ვინაიცა ენებოს, წაავლენს, ვითარმცა უძლე შენ დამორჩილებად იგი და მოკლად. უკვე თუ ყულა ცხოვრებაი და სიკვდილი მისი ხელთა შინა შენთა არს, რაისათვის გეშინიან მისგან, ანუ რასა ეძიებ მოკლად, რაისათვის ამაოდ დაიკრიბე შენზე და სისხლი ესოდენთა მათ უბრალოთაი. ჰოი უბადრუკო და დაბრმობილო. ხოლო თქვენ მორწმუნენო, რომელთა ესე სიტყვანი გესმიან, ნუ სულ მოკლე იქნებით, ნუცა იტყვით, თუ შეურაცხ იქნა კვლავ იგი ყრმათაი მათ. არა ეგრეთ, არამედ იგინი ნათელსა მასზე ცისასაღირს იქმნეს, ხოლო ურჩულოსა მასზე და მოსისხლესა მძლავრსა რისხვაი ღმრთისაი მოიწია და შური იძია შემსგავსებულად მისისა უკეთურებისა. რამე თუ სიკვდილითა მწარითა და საწყალობელითა წარხდეს სულნი და თვითმკვლელ თავისათვის ისა იქმნა. და პირველ სიკვდილისაც ამრავალი ბოროტი შეემთხვია, რომელი იგი უკვე თუ ვისენებოს ცნობად, აღმოიკითხენ აღწერილი იგი იოსიპოისი და მისგან ყოველივე გულისხმა ყოს, რომელი იგი არაჯერ ვიჩინე აქა თქუმად. რაითა არა უმეტეს ზომისა განვაგრძო სიტყვაი და განმარტებასა ამას სახარებისასა დაბრკოლება ვსცე. ამისთვის პირველსავე მას სიტყვასა მოვიდეთ. სახარებაი, მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაწარმეტყველისაი, ხმაი ხრამაითის მაგოდებისა და ტირილისა და ღაღადებისაი, რაქელს ტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუ გეშინის ცემის,
რამე თუ არა არიან 2:17-18. თარგმანი, ვინაიდან ამბავი წარმოთქვა შემაწუხებელი მსმენელთა უჯეროისა, მისთვის ყრმათა მოწყვედისა, უწყალოისა, მისთვის დაურჩულოისა, სასჯელისა, ნუ გეშინის სცემს და ეტყვის ვითარმეთ, ნუ ვინ შეშფოთნების თქმულსა ამას ზედა. არა თუ ერთძალედვა ღმერთსა დაყენებად ურჩულოისა მის, ანუ არა თუ პირველითგან უმეცარიყო საქმესა მას, არამედ წინაისწარ იცოდა და წინაისწარ მეტყველსა გამოუცხადა და ყოველთა მის მიერ აუწყა. ამისთვის უკვე ნუ შეურებული ქნები, ნუცა გულის სიტყვანი ორგულებისანი მოგივლენ, არამედ მიუცდომელსა მას სიღრმესა განკითხვათა მისთასა მიხედენ, ვითარ რომელსა მე აღასრულებს განგებულებით და რომელთა მე მიუშვებს, რომლისათვის მან თავად მან უწყის, ვითარცა იგი სხვასაც ადგილსა აუწყა მოწაფეთა. რამე თუ ოდეს იგი წინაისწარ ეტყო და მოწევნაცა მათზე და ყოვლისა სოფლისაგან ბრძოლასა და წარდგინებასა მათსა შესაკრებელთა წინაშე და მძლავრთა და მიყვანებასა მათსა წინაშე მეფეთა და მთავართა აუწყა სიტყვაი ნუ გეშინის სცემისაი და ხრქვა, ანუ არა 2 სირია სარისა განისყიდებისა. და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქვეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქვენისა ზეცათაისა. მათი 10:29, ხოლო ამას ეტყო და რაითა უჩვენოს, ვითარმედ არა რაითვინიერ ცნობისა მისისა იქნების, რამე თუ ყოველივე იცის ყოფადი, არამედ არა ყოველსავე იქმს, გარნა კეთილსა ოდენ და სახიერებასა. ესრეთ უკვე ასწავებს მოწაფეთა ვითარმცა ეტყო და ვითარმედ, ნუ რას შეორგულდებით, ნუცა გულის ტყვანი მოგივლენ, რამე თუ რომელმან ესე უწყი ყოველივე მომავალი თქვენზედა და ძალმის დაყენებად, საცნაურ არს ვითარმედ უმჯობესისა თქვენისათვის არა დავაყენებ. ესე ვითარი ესე სიტყვაი ჩვენცა გულის ხმაუყოთ, ოდეს განსაცდელი რაიმე მოიწიოს და ვთქვათ, ამისთვის მოუშვა ღმერთმან განსაცდელსა ამას ხორციელსა ჩვენზე და რამე თუ იცის სადმე, ვითარმედ ესრეთ არს უმჯობეს ჩვენდა და ესე გულის სიტყვაი დიდად ნუ გეშინის მცემელ გვექმნას. ხოლო რა იზიარებაი არს რაქელისი ბეთლემსა თანა, თქვას ვინმე რომელი ტყვის ვითარმედ, რაქელს ტირო და შვილთათვისთა, ანუ ხრამასა რა იზიარებაი აქვს რაქელს თანა. რაქელ დედა იყო ბენიამენისი და ოდეს მოკუდა იგი და ეფლა გზასა ზედა ეფრათასა, ესე იგი არს ბეთლემი. ვინაიდან უკვე ხრამაი ნაწილი იყო ბენიამენის ტომთაი, ხოლო ბენიამენზე იყო რაქელისი და რაქელის საფლავი მახლობელიყო ადგილსა მას, ამისთვის ბენიამენის გამო და საფლავისა მისთვის სამართლად მოწყვედილთა მათ ყრმათაშვილად რაქელისა სახელს დებს. ხოლო ენება გამოჩინებად წინა წარმეტყველსა, ვითარმედ დიდი ხო წყლულება იგი და უწყალო დაწყვეტა იგი უმანკოთა იმათ, ამისთვის თქვა ვითარმედ, არა უნდა ნუ გეშინის სცემის, რამე თუ არა არიან. კვალა და კაცა ვისწავებთ, რასა იგი პირველ ვიტყოდე, რაითა არა შევშფოთნეთ, ოდეს რაიმე წინააღმდგომ აღთქმისა საღმრთოისა იქმნას. რამე თუ აჰა ესე რა მორაივიდა იგი ცხოვრებად სოფლისა და პირველვე თქვა ანგელოზმან ვითარმედ, იხსნას მან ერითვისი, იხილე ვითარ იქმნა დაწყებაი განკაცებისა მისისაი, დედა იმისი ილტოდა, ეტვირთა რა იწიაღითა ყოველთა უფალი და ქვეყანა იგი, რომელსა შინაიშვა ესე ვითართა განსაცდელთა მიეცა და სიმრავლე იგი ყრმათა მოისრა საწყალობელად და მწარეთ და ხმა იგოდებისა და ტირილისაი ყოველთა მათ საზღვართა ისმოდა. არამედ ნუ შეორგულდები, რამე თუ ესრეთ მარადის წინააღმდგომთა საქმეთა მიერ განგებულებასათვის აღასრულებს, რაითა უმეტესად საცნაური იქნას ძალი მისი. ეგრეთვე მოწაფეთათვის და ქადაგებაი აღასრულა და წინააღმდგომითა წინააღმდგომი განაგო, რაითა საკვირველება იგი უმეტეს იყოს. ამისთვის იგინი იგუემებოდეს და იდევნებოდეს და მდევარნი იგი და მტანჯველნი დაიმორჩილნეს. სახარებაი, ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩვენებით იოსებს ეგვიპტეს და ხრქვა,
აღდეგ, წარიყვანე ღრმა იგე და დედაი მაგისი და წარვეთ ქვეყანად ისრაელისა, რამე თუ მოსწყდეს, რომელნი ეძიებდა სულსა მაგის ყრმისასა. 2:19-20 თარგმანი. აჰა ესე რა შემდგომად განსაცდელისა მის მოვიდა ნუ გეშინისცემა იცა, რამე თუ არღარა ეთქვის, თუ იუტოდე არამედ, წარვედო ქვეყანად ისრაელისა და მოიქცეს უცხოებისა მისგან სოფლათთვისა და მკვლელი იგი ღრმათა იიხილეს მოკლული. ხოლო მორაივიდეს სახეთთვისა, კვალად ნეშტიპო ეს პირველთა მათ განსაცდელთაი, რამე თუ ძემძლავრისა იმის მეფობდა ჰურიასტანს, ვითარცა ესე რა აღმოვიკითხეთ. წახარებაი, ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ღრმა იგი და დედა იმისი და მოვიდა ქვეყანად ისრაელისა. და ვითარცა ესმა, რამე თუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ მამისა მისისა, შეეშინა მისვლადმუნ, და ბრძანება მოიღო ჩვენებით და წარვიდა ქვეყანად გალილეაისა. და მოვიდა და დაეშენა ქალაქსა, რომელსა ჰქვია ნაზარეთ, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინაწარმეტყველისა მიერ, ვითარმეთ, ნაზარეველი ეწოდოს 2:21-23. თარგმანი. ვითარ მეფობდა არქელაოს ჰურიასტანს სამთავროსა მას პონტოელისა პილატესსა? ამისთვის რამე თუ ახლად მომკვდარიყო ჰეროდე და არღა განყოფილიყო სამეფო იგი მრავალ სამთავროდ, არცა მოულინებული იყო ჯერეთ კეისრისა მიერ პონტოელი პილატე, არამედ მორაიკუდა ჰეროდე, მეხსეულად დაიპყრა ადგილი მისი ძემან მისმან ჰეროდეს წილ, მამისათვისისა. რამე თუ ძმასაცა მისცა ესრეთვე ეწოდებოდა, ამისთვის თქვა მახარებელმან, ჰეროდეს წილ მამისათვისისა. ხოლო ვინაიდან ჰურიასტანს მისვლად შეეშინა არქელაოზისთვის, ჯერ იყო გალილეასცა შიში ჰეროდესთვის, ძმისა მისისა. ესე ამისთვის ქმნა, რაითა შეცვალებითა მით სოფლისაითა დაიფაროს საქმე იგი. რამე თუ გულის წყრომაი და რისხვაი მათ მძლავრთაი ყოველივე ბეთლემისა მიმართ იყო და საზღვართა მისთა და მოწყვედასა მასში ნაყრმათასა ჰგონებდა არქელაოს, ვითარმედ რომელსა ეძიებდეს მოკლად, იგიცა მათ თანა მოიკლა. და კვალად იხილა რაი მამაითვისი ესე ვითარითა ბოროტითა სიკვდილითა მომკვდარი, ვერღარა იკადრებდა შეძინება ცხვისაცა ურჩულოებისა, რაითა არა მასცა ეგრეთვე შეემთხვიოს. ხოლო იოსებ მოვიდა ნაზარეთად ერთად შიშისათვის არქელაოზისა და მეორედ სადა იგი დაშენებულიყო, ენება მუნვე დამკვიდრებაი, ვინაიდან ანგელოზისაგანცა მოიღო ბრძანებაი. ხოლო ლუკა არა ესრეთ იტყვის, თუ ბრძანებაი მოიღო ჩვენებით და მისთვის წარვიდა ნაზარეთს, არამედ, ვითარცა აღასრულესო ყოველი მსგავსად სჯულისა მოიქცეს და წარვიდეს გალილეად, ქალაქათთვისა ნაზარეთად. ლუკა 2:39 რაი უკვე ვთქვათ ამისთვის. რამე თუ ლუკა რასა იგი იტყვის შამისა მისთვის იტყვის პირველ ეგვიპტეთ შთასვლისა, რამე თუ არცა ეგებოდა პირველ ტაძრად მიყვანებისა. შთასვლა ეგვიპტეთ, რაითა მცა არა იქმნა გარეგან რჩულისა, არამედ დაყვეს ბეთლემს ვიდრემდის აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა. და მერმე მოვიდეს ტაძრად, ვითარცა იტყვის ლუკა, ვითარმედ, აღმოიყვანეს ღრმა იგი იერუსალიმ, წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ არს სჯულსა უფლისასა, ლუკა 2:22-23. და მიერ წარვიდეს ნაზარეთად და მერმე ღაშთავიდეს ეგვიპტეთ და აღმორაივიდეს მიერ მიიღეს ბრძანება იმისვლად ნაზარეთსვე. ხოლო პირველი იგი მოსვლაი, მორაი იქცეს იერუსალიმით, არა ბრძანებით ანგელოზისაითა იყო, არამედ წესისა ებრძვისისა, რამე თუ მონიყო მკვიდრობა იმათი. და არა თუ სხვისა რაისათვის მეახსრულიყვნეს ბეთლემ, არამედ ბრძანებისა მისთვის აღწერისა, რომელ გამოხდა მათ დღეთა აგვისტოს კეისრისაგან, და არცა ადგილი აქუნდა საყოფლად ბეთლემს. და აღასრულეს რაი საქმე იგი მოიწინეს დღენიცა შობისა მის საკვირველისანი.
ამისთვის დაყვეს მუნ ვიდრე აღსრულებამდე დღეთა მათ განწმედისათა წესისა ევრჩულისა და მორაი იყვანეს ყრმა იგი ტაძრად და ყოველივე აღასრულეს წესი მიიქცეს ნაზარეთს. ხოლო შთავიდეს რაი ეგვიპტედ და აღმოვიდეს, არღარა თავით თვისით, არამედ ბრძანებით ღმრთისა მიერ მოვლინებულისა ანგელოზისა ითა მივიდეს ნაზარეთად და ესეც არავე ცუდად იყო, არამედ რაითა აღესრულოსო თქუმული იგი წინა წარმეტყველისა მიერ, ვითარმედ ნაზარეველ ეწოდოს. და რომელმან წინა წარმეტყველმან თქვა ესე, ნუ გამოეძიებ, რამე თუ არა იპოების სიტყვა ესე ჩვენ და მოწევნულთა ამათ საწინა წარმეტყველოთა შინა, და ესე ამისთვის, რამე თუ მრავალნი წიგნი წინა წარმეტყველთანი წარწყმდეს. და ესეცნა წიგნისა მისგან ნეშტთა ისა, მეორე ნეშტთა 34, 14, 35, 19, რამე თუ იყვნას ჰურიანი ფრიად დახსნილ და ზედა ისე და მიიქცეოდეს უღმრთოებად, და რომელნიმე წიგნი თვით თავით თვისით დაწუნიან და რომელნიმე უდეპყუნიან და წარწყმდიან და სხვანი კვალად ტყვეობასა მას ბაბილონელთასა დაიწუნეს. და ესე საქმენი საცნაურ არიან წიგნისაგან მეფეთა ისა, რამე თუ წერილ არს მას შინა. ვითარმედ დღეთა იოსია მეფისათა იპოა წიგნი მეორისა რჩულისაი, დაფრული ყურსა ერთსა და დაძველებული, და პოვა იგი ქელკია მღვდელმან და მიუთხრა. საფანს, წიგნობართ მოძღვარსა მეფისასა, მითხრობად მეფისა, ვითარმედ, მატიანი შჩულისაი პოვე სახლსა უფლისასა. მეოთხე მეფეთა 22 ესე იყო წიგნი მეორისა შჩულისაი. ხოლო უკვე თუ ოდეს იგი არცა ზედამოსვლაი ბარბაროსთა იყო, არცა ტყვეობაი, ესრეთ შეურაცხეყნეს და წარეწყმიდნენ წიგნი წინა წარმეტყველთანი, რა ის თქვათ მოწევნას ამას ტყვეობისასა? არამცა უმრავლესი წარწყმდა. და რომელიმე ცეცხლით დასაწველი ქმნა, და ამისთვის დღეს არა იპოების სიტყვაი, ესე საწინა წარმეტყველოთა ამათ შინა. ხოლო მახარებელმა იცოდა მადლითა მიცსულისა წმიდისაითა თქუმული იგი წინა წარმეტყველთაი, და სხვათაცა მოციქულთა იცოდეს ყოველთა. ამისთვის იგინიცა მრავალსა ადგილსა ნაზარეველად უწოდენ. თქვან უკვე ვიეთმე, ვინაითგან ერთმან მან წინა წარმეტყველმან თქვა ვითარმედ, ბეთლემით გამოვიდეს, ვითარ სხვანი იტყოდეს, თუ ნაზარეველ ეწოდოს. ესე არა წინააღმდგომ მის სიტყვისა არს. ნუ იყოფინ. არ არს წინააღმდგომ სიტყვათა შინა საღმრთოთა, რამე თუ აჰა ესე რა ვხედავთ, ვითარ ორივე აღესრულა. ბეთლემით გამოვიდა, რამე თუ მუნიშვა ქალწულისაგან და ნაზარეთს აღიზარდა, რაითასცნა. ვითარმედ ყოველივე წინა წარმეტყველთა მიერ პირველვე აუწყა ღმერთმა სოფელსა. და ამისთვისცა ზრდილობა იგი ნაზარეთისაი უფროისად გამოძიებად აღადგენდა ერსა მისთვის, ვითარცა იგი ნათანაელ ამის გამოძიებად მოვიდა და ხრქვა. ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილი რაიმე ყოფათ, იოანე 1:46. რამე თუ შეურაცხი იყო სოფელი იგი და ყოველი იგი კერძო გალილეაისი. ამისთვისცა იტყოდეს ფარისეველნი, გამოიძიე და იხილე, რამე თუ გალილეით წინა წარმეტყველი არა აღდგომილარს. იოანე 7:42 არამედ უფალსა არა სირცხულოჩნდა წოდებად შეურაცხისა მის ქალაქისა მოქალაქედ, რაითა გულისხმავყოთ, ვითარმედ არ არაი კაცობრივი სახმარიყო მისდა. და მოწაფენიცა თვისნი გალილეით გამოირჩინა, რაითა გულისხმა გვიყოს, ვითარმედ უკვე თუ სათნოებანი მოვიგნეთ და შიში ღმრთისაი გვაქუნდეს, არ არაი კაცობრივი გვეხმაროს ჩვენცა. ამისთვის უფალმა ყოველივე მდაბალი და შეურაცხი თავსიდვა და არცა სახლი აქონდა, ვითარცა იტყვის, ვითარმედ, ძესა კაცისასა არა აქვს, სადა თავი მიიდრიკოს. ლუკა 9:48 და ჰეროდესგან იუტოდა, და იშვარაი ბაგასა მიიწვინა.
და დედა არა მდიდართაგან გამოირჩია, რაითა ამით ყოვლთა ზვაობისა ვნება იგანაქაროს კაცთაგან და გულისხმა გვიყოს, ვითარმედ არა რაია მათგანი ბოროტ არს, არცა ესე ვითარისა რაისმე კაცობრივისა პატივისა ჯერ არს ძიებაი, არამედ მცნებათა ხოლო ღმრთისათაი, ვითარმცა გუეტყოდა რაისთვის სიმდიდრისათვის. მშობელთაისა და სიმრავლისათვის მამულთაისა ვზუაობთ, კაცნო. ყოვლისაგანვე სოფლისა უცხო ყოფასა გიბრძანებთ, რაითა ესე ვითარი იქმნეთ, რომელ არა ღირს იყოს თქვენ და ყოველივე სოფელი. ესე ოდენ შეურაცხარიან საქმენი ესე, ვიდრეღა არცა თუ წარმართთა მათ ფილოსოფოსთა აქ უნდა იგი ღირსად პატივისა, არამედ გარეგან ჩვენისა ბუნებისა უწესდეს და არაც სახმარ სახელს დებდეს. და ვითარ პავლე მოციქულსა არა შეურაცხა დაქურსო წესი ესე, რამე თუ იტყვის, ჩვეულებისა მისგან საყვარელ მამათათვის. რომაელთა მიმართ 11:28 აჰა ესე რა მამათათვის თქვა საყვარელ ყოფაი შვილთაი, მეტყვიან ჩვენ ვიეთნიმე, არამედ რომელნი ამას იტყვით იხილეთ, თუ ოდეს თქვა მოციქულმა სიტყვაი ესე და ვიეთთვის, ანუ ვიეთ მიმართ იყო სიტყვაი მისი. რამე თუ წარმართთაგანი მორწმუნენი ზუაობდეს სარწმუნოებისათვის და შეურაცხყოფდეს ებრაელთაგან მოქცეულთა და უძვირესი განხეთქილებაი შევიდოდა მათ შორის. ამისთვის თქვა ესე ვითარი სიტყვაი, რაითა მათიცა ზუაობაი დაანდაბლოს და ესენიცა ღმრთის მსახურებად და შურად კეთილისა მოიყვანეს. უკვე თუ არა, ოდეს იგი იწყო სიტყვა და ხოვანთა მათთვის და დიდთა მამათ მთავართა ისმინე, რასა იტყვის ვითარმედ, აღიარეს, რამე თუ სტუმარ და წარმავალ არიან ქვეყანასა ზედა. და რომელნი ამას იტყვიან გამოაჩინებენ, რამე თუ მამულსა ეძიებენ. და თუმცა მას მოიხსენებდეს, ვინა იგი გამოვიდეს, აქ უნდა მცე ჟამიმუნ მიქცევისაი. ხოლო აწუმჯობესსა მას გული ეტყვის, ესე იგი არს ზეცისასა. ებრაელთა მიმართ 11, 13, 16 და კვალად იტყვის, სარწმუნოებით მოსწყდეს ესე ყოველნი და არ გამოეღო მათ აღნათქვემი იგი, არამედ შორით იხილეს იგი და მოიკითხეს. ებრაელთა მიმართ 11, 13 და კვალად იოანე ნათლისმცემელი ეტყო და მომავალთა მისა, ნუ იტყვით გულთა თქვენთა, მამა იგვივის ჩვენ აბრაჰამი. მათე 3, 9 და კვალად მოციქულივე იტყვის ვითარმედ, არა ყოველნი ისრაელისაგანი ესე არიან ისრაელ, და არცა თუ შვილნი ხორცთანი ესენი არიან შვილღმრთისა. რომაელთა მიმართ 9, 6, 8. რამე თუ იხილეთღა, თუ რა ისარგებელე ყოძეთა სამუელისათა შვილებაი ესე ვითარისა მამისაი, ვინაითგან არა დაიმკვიდრეს სათნოებაი მისი. ანუ მოსესთა რა ერგო, რა ჟამ სიკეთეს აღამისა და ღმრთის მოყვარებასა არა ხბაძვიდეს. ამისთვის არცა მიიღეს წინამძღვრობა ერისაი, არამედ იგინი იყვნენ შვილმისა წოდებულ, ხოლო ერისთაობა იგი და ნაცვალობაი მოსესის სხვასა მიეცა, რომელი იგი იყო სათნოებითა ძე მისი. კვალად ძემა ნოესმან რა ირგო შვილობითა მისითა, რომელი იგი მონა იქმნა აზნაურებისა მის წილ. იხილეა ვითარ პატიოსნებაი მამისაი არას ერგო, რამე თუ უკეთურებაი გონებისა მისისაი მძლე ექმნა რჩულთა მათ ბუნებისათა და არაოდენ პატიოსნებისა მისგან მამულისა, არამედ აზნაურებისაგანცა სრულიად უცხოყო. ეგრეთვე ესავ არა ძე ისაკისი იყოა. და მის კერძო იყო მამაი მისი, რამე თუ სწადოდა, რაითამცა მან მიიღო კურთხევა იგი, არამედ ვინაითგან უკეთური იყო იგი, არა რაია მისგანი ერგო მას, არამედ დაღაცა თუ უხუცე հասაკითა იყო და მამაითვისი აქ უნდა შემწეთ, ვინაითგან ღმერთი არა მისთანა იყო, ყოველივე ცუდი იქმნა. ხოლო ტიმოთეს მამაი წარმართი იყო. რაი უკვე ევნა მას, ანუ რაი დაბრკოლება ეცა სათნოებასა მისსა. ამისთვის უკვე რაისათვის იქადი, კაცო, დიდებულებისათვის მშობელთა და პაპთა ისა.
იხილენ ესე ყოველნი სახენი და გულისხმა ჰყავ, ვითარმედ არა სარგებელ არს მშობელთა სიკეთე, უკვე თუ ჩვენ არა კეთილად ვიქცეოდით. კითხრა სხვა იცა უსაკვირველესი, ისრაელთა შვილღმრთისა ეწოდა, ვითარცა წერილ არს. მე ვთქუ, ღმერთნის ამეხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი, ფსალმუნი 81:6, იოანე 10:34, არამედ არა ერგო პატივისა ამისგან, ვინაიდან ურჩულო იქმნეს. რამე თუ რომელი შვილღმრთისა იწოდოს, უკვე თუ არა ღირსად სახელისა მის მოქალაქობდეს, უძვირესადღა დაისაჯების. და ესე ძველსაცა და ახალსაცა სჯულსა იხილვების, რამე თუ იტყვის იოანე ღმრთისმეტყუელი, ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფება შვილღმრთისა ყოფად. იოანე 1:12, არამედ ამათ შვილთაგანი მრავალნი იპოვებიან განმცემელთვისისა მის აზნაურებისა და შთავარდებიან ცოდვათა და იქნებიან შვილწარწმედისა და მკვიდრ ჯოჯოხეთისა. ხოლო ესე ყოველი ამისთვის ვთქუ რაითა არცა სიმდიდრისათვის, არცა დიდებულთა შვილებისათვის ვზუაობდეთ, ნუცამცა სიგლახაკისათვის შეურვებულ ვართ, არამედ მას ოდენ ვეძიებდეთ სიმდიდრესა, რომელი საქმეთა მიერ კეთილთა იქნების. და სიგლახაკისა მისგან ვიუტოდით, რომელიც ცოდვათა მიერ მოიწევის, რომლისათვისცა მდიდარი იგი ყოველთა უგლახაკეს იპოვა, ვიდრეღა არცა თუ წვეთისა ერთისა წყლისა უფალიყო, რომლისათვის ესოდენი ვედრება შეწირა და ვერ მიემთხვია სათხვალს ამას. არა ყოვლისა სიგლახაკისა უძვირესი იყო ამისი იგი სიგლახაკე. ვინცა იპოვა ესოდენ გლახაკი სოფელსაშინა, რომელ არცა თუ წვეთისამცა ერთისა წყლისა აქუნდა ხელმწიფებაი. არავინ არს ესე ვითარი. ხოლო მდიდარი იგი ეგოდენ და გლახაკნა, რომელ ესეცა არა ეპოვა. და უძვირესი ესე იყო, რომელ არასა და ითპოა ნუგეშინის ცემა იჭირისა მის და სიგლახაკისათვის ისაი. სწავლაით ვეცხლის მოყვარებისათვის. რაც უკვე ჰოი მორწმუნენა, რაისათვის საფასეთა მიმართ აგვიმთქმეს პირები და შთანთქმად ყოვლისა ვეძიებთ. რად ესრეთ დამკვიდრებულ არს ჩვენ შორის სიყვარული მათი, ვინაიდან ვერ ძალულს მათ შეყვანებაი ჩვენი სასუფეველად. მითხართღა საყვარელნო, უკვე თუმცა ბრძანა მეფემან ვითარმედ, რომელთაც აქვს საფასე, არა ღირს არიან ყოვლადვე პალატად შემოსვლად, არცა პატივისა მიღებად ჩემ მიერ, არამცა ყოველივე განაბნიეთა. ხოლო უკვე თუ ქვეყანისა პალატისაგან და პატივთა წარმოვალთაგან არა განვდომისათვის მზავართ ყოვლისავე საფასისა და თხევად, რაი არს ესე, რომელ ქრისტე დღითი დღე გვიბრძანებს, ვითარმედ, ძნიად შევიდენ მდიდარნი კარსა სასუფეველისასა, შეადარე მათე 19, 23 და არა შეურაცხყოფთ საფასეთა, არცა განვაგდებთ ჩვენგან, რაითა ღირს ვიქმნეთ კადნიერებით შესვლად სასუფეველსა ცათასა. და ვითარ ღირს ვიქმნეთ ჩვენ წყალობასა, რომელნი ესრეთ შევიტკბობთ განმყრელსა მას ჩვენსა სასუფეველისაგან და არა კიდობნებსა შინაოდენ ვხმალავთ, არამედ მიწასა შინაცა დავფლით. ჯერდიყო რაითამცა ფასისაცავსა მასზე ცისასა მივეცით იგი ნამარხევად. ხოლო აც ეგრეთ ვიქმთ, ვითარმცა მუშაკსა უგუნურსა ვინ მისცის თესლი დათესვად ქვეყანასა კეთილსა, ხოლო მან წარიღომცა და შთაასხა იგი მღვიმესა ერთსა, რაითა არცა მას ერგოს და იფქლიცა იგი დალპეს და წარწყმდეს. არამედ იტყვიან ვეცხლის მოყვარენი მიზეზსა ცუდსა და ამაოსა, დიდი ნუგეშინის ცემაი არსო, ოდეს საფასე ჩვენი ვიცოდით უცდომელსა და უცნაურსა ადგილსა დამარხულად. ხოლო მე ვიტყვი ვითარმედ, უფრო ისად იგი არს ნუგეშინის ცემაი დიდი, ოდეს ვიცოდით, თუ არა არს საფასე ჩვენი დამარხული, რამე თუ რომელთა საფასენი აქუნდენ, რაღაცა თუ სიყვმილისაგან არა ეშინის, არამედ სხვისა მრავლისაგან საცდელისა შიში განხლევს მათ. შიში სიკვდილისაი, შიში ბრძოლისაი, შიში მპარავთაი, შიში მეფისაი, შიში ერისაი. არა ესე უძვირეს არიანა შიშსა სიკვმილისასა.
რამე თუ სიყვმილისაგან არა მრავალნი მიხილვან მეხსა შინა მომკვდარად, არამედ მრავალი რა იიპოების ნუ გეშინის მცემელი ჭირისამის, ხოლო საფასეთათვის მრავალნი მოკლულნი გიჩვენე, რომელნიმე იდუმალ მოკლულნი და რომელნიმე ცხადად. და სავსე არიან ამით ესე ვითარითა სახითა გზანი, სავსენი არიან სამსჯავრონი და უბანი. და რად ვიტყვი გზათა ოდენ და სამსჯავროთა. ზღვაიცა ავსებულ არ სისხლითა, რამე თუ არა ხმელი ოდენ დაიპყრა ამან მძლავრმან, არამედ ზღვასაცა შევიდა დიდითა უმსჯავროებითა. და რომელნიმე ვლენ ზღვათა შინა ოქროისათვის და რომელნიმე მოიკლვიან ოქროისათვისვე და ერთმან მან მძლავრმან ნებამან ერთი იგი ვაჭრობად განიყვანა და მეორე კაცისაკლუად. აც უკვე რაიმცა იყო უბოროტეს მამონა ისა, რომლისათვის ვლენ კაცნი ზღვათა შინა. რომელნიმე დაინთქმიან და რომელნიმე მოიკლვიან. ამისთვის თქუმულ არს ვითარმეთ, ვინცა შეიწყალა მსახვალი გველცემული, სირაქი 12, რამე თუ ჯერ იყო სიუტოლაი ბოროტისა მის მძლავრისაგან და განგდებად უღელი იგი მწარისა მის მონებისაი და აღმოფხურად გულთაგან ჩვენთა ტრფიალება იგი საფასეთაი. და ვითარ იქმნასო განგდება იმისი. უკვე თუ შემოვიღოთ სულთა ჩვენთა სხვაი ტრფიალებაი, ესე არს კეთილთა მათ ზეცისათაი, განიდევნოს ტრფიალებაი იგი საფასეთაი, რამე თუ რომელსა სუროდის სასუფეველისათვის ცათაისა, შეურაცხყოს მან სრულიად ნება იგი ანგახრებისაი. რომელი ღირს იქმნას მონებად ქრისტესა არღარა დაემონის იგი მამონას, არამედ უფროისა უფლოს მას, რამე თუ რომელი ელტოდის, მას მისდევს იგი და რომელი მისდევდეს მას ივლტის მისგან, არა პატივს სცემს ესრეთ მოყვარეთათვის და ვითარ მოძულეთა. არავინ არს ესრე საკიცხელ მისა, ვითარ მოყვარენი მისნი და არა ეკიცხებს ოდენ, არამედ მძიმითა ხელბორკილითა შეჰკრავს მათ. არამედ ჩვენ, ჰოი მორწმუნენო, განვხეთქნეთ აპაურნი და საკრველნი მისნი და განვაგდოთ ჩვენგან უღელი მისი. რაისათვის დავამონებთ პირმეთ ყველსა მას სულსა უსულოისა მის ნივთისა, დედისა მის ყოველთა ბოროტთა ისა. ჰოი საქმე საკიცხელი. ჩვენ ვებრძვით მას სიტყვით და იგი გვებრძვის საქმით და გუზიდავს ყოველგან შემდგომად მისა, ვითარცა მონათას კიდულთა ფრიად შეურაცხთა. რაიმცა იყო უკვე უბოროტეს ამისა. უკვე თუ ნივთსა უსულოსა ვერ მძლე ვექმნებით, ვითარ მძლე ვექმნეთ ძალთა მათ უხილავთა? უკვე თუ მიწასა და ქვასა ვერ დავიმორჩილებთ, რომელ არს ოქროი და ვეცხლი, ვითარ დავიმორჩილნეთ მთავრობანი იგი და ხელმწიფებანი, ვითარ მოვიგოთ სიწმიდე და ქალწულებაი? უკვე თუ ფერი ვეცხლისა იმიმიზიდავს ჩვენ, ვითარ მცა თანაწარვხედით ფერსაპირისა მავნებელისასა. რამე თუ ფრიად უმძლავრეს არს იგივნებაი ამისა. ხოლო უკვე თუ უდარესისა ამისგან ესრეთ ვიძლევით, უძლიერესა მას ვითარ წინააღობგეთ? რამე თუ ესრეთ მწარეთ ძლეულ არიან ვიეთნიმე ამის ვნებისაგან, ვიდრეღა ტრფიალებაი არს გულსა მათსა ოქროისა მიმართ. და იტყვიანცა ვითარმეთ აშუნს დიდად თვალთა ფერი ოქროისაი. ნუ ეკიცხევ კაცო თავსა შენსა, რამე თუ არ არა ესრეთ ავნებს თვალთა სულიერთაცა და ხორციელთა, ვითარ სიყვარული ოქროისა და ვეცხლისაი. ამან ბოროტმან ტრფიალებამან ანგახრებისამან დაშრიტნა სანთელნი იგი ხუთთა მათ ქალწულთანი და განყარნა იგინი სასწლოისა მისგან. ამან უკეთურმან არა შეუნდო საწყალობელსა იუდას სმენად ხმა იგი მეუფისაი, არამედ შიშთვილად მიიყვანა, განხეთქა შორის და განაბნინა ყოველნი ნაწლევნი მისნი და მერმე გეჰენიასა ცეცხლისასა შთახხადა. რაიმცა იყო უკვე უძვირეს და უმწარეს ამის ვნებისა. სავსე არს იგი სისხლითა კაცთაითა, არა განძღების კვლითა მათითა, უბოროტეს არს ყოვლისა მხეცისა, რომელნიცა მიეცნენ შუათა მისთა, უწყალოდ მოაკუდინებს მათ.
და უძვირესი ესე არის, რომელ არცა თუ შეუნდობს ცნობად ტკივილისა მის წამლიანისა ნაკბენთა მისთასა, რამე თუ უკვე თუმცა ცნობდეს, ძალედვა წოდებად სხვათა და შეწევნად მათთა და გამოხსნად პირისაგან მძვინვარისა მის მხეცისა. ხოლო მათ უმეტესად ეხამებიეთ ნაკბენი იგი, ვიდრე მოიწიეს დღეს სიკვდილისაი, და მაშინღა აღიხილნიან თვალნი და იხილნიან უკურნებელნი იგი წყლულებანი, რომელნი დასხნა უწყალომან მან მხეცმან მათ ზედა. არამედ გევედრებია, აწვე აღვიხილნეთ თვალნი და ვიუტოდით პირისა მისგან მხეცისა, განკურნეთ წყლულებანი ჩვენი, რომელნი დასხნა ჩვენზე და მხეცმან მან ველურმან, და შორს ვყოთ გესლი მისი ჩვენგან. რაითა ამასცა სოფელსა შინაუშფოთველნი დღენი და ცხოვრება კეთილი მოვიგოთ და მერმესა მას საუკუნესა მივემთხვინეთ საუნჯეთა მათ დაუსრულებელისა კეთილისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შვენის დიდებაი, პატივი და თაყვანისცემაი თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი. უკუნისამდე ამენ.